ბუკინგემის სასახლეში მოდის ახალი გამოფენის ფარგლებში დედოფალ ელისაბედ მეორეს ასობით ტანსაცმელია წარმოდგენილი. გამოფენა სახელწოდებით დედოფალი ელისაბედ მეორე, მისი ცხოვრება და სტილი საზოგადოებისთვის 10 აპრილს, გარდაცვლილი დედოფლის 100 წლის იუბილემდე ცოტა ხნით ადრე გაიხსნება. გამოფენაზე ექსპონატების გარკვეული ნაწილი პირველად არის წარმოდგენილი ფართო საზოგადოების წინაშე. სტილმა, რომელიც დედოფალმა ელიზაბეთ მეორემ შექმნა, ამა თუ იმ გზით უდიდესი გავლენა იქონია. ადამიანები მის სხვადასხვა ელემენტს იყენებენ და სხვა რამეთ აქცევენ. ვიმედოვნებთ, რომ ეს არქივი, რომელსაც ჩვენს აუდიტორიას უზიარებთ, დატოვებს კვალს და მას დიდი ხნის განმავლობაში ექნება გავლენა. უბრალოდ იმიტომ, რომ ის გავს კაფსულას დროისა, რომელიც ბრიტანული მოდის ისტორიას ინახავს. გულისხმობ მე-20 საუკუნეს. იმედი მაქვს, რომ ეს მომავალი დიზაინერებისთვის შთაგონების წყარო იქნება. კოლექციაში შედის როგორც დედოფლის ბავშვობის დროინდელი, ისე საქორწილო კაბები. დამთვალიერებელი ნახავს იმ სამოსაც, რომელიც ელისაბედ მეორეს კორონაციის დროს ეცვა. განსაკუთრებით მომწონს ფერიების სამოსი. ეს არის პატარა ყვითელი კაბა, რომელიც ტიულისგან არის დამზადებული. ზურგზე პატარა ოქროსფერი ფრთებით. უბრალოდ ძალიან საყვარელია, წარმოუდგენლად საყვარელი. დღესაც შეგიძლიათ ნახოთ, როგორ იცომენ მსგავს ტანისამოს. მას კი ეს 3 ან 4 წლის ასაკში ეცვა. დედამისმა ის Smith & Co-ში უყიდა, შემდეგ მის დასაც ეცვა. ეს ოჯახური მემკვიდრეობაა, მაგრამ ასევე აჩვენებს მას როგორც პიროვნებას. ის იყო ბავშვი, პატარა გოგონა, თან ძალიან საყვარელი. შემდეგ კი გაიზარდა იმ შესანიშნავ ქალად, რომელსაც ასეთ ფილად ვიხსენებთ. გამოფენაზე წარმოდგენილია 10 წლეულის განმავლობაში გამოყენებული დაახლოებით 200 ნივთი. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია ნათლობის სამოსი, რომელიც სამეფო ოჯახის 62 ბავშვს ეცვა, მათ შორის დედოფალ ელისაბედ მეორეს და რომლითაც პირველად 1851 წელს დედოფალ ვიქტორიას უფროსი ქალიშვილი პრინცესა ვიქტორია შემოსეს. ნივთების უმეტესობას რესტავრაცია არ დასჭირვებია. არის რამდენიმე შემთხვევა, როდესაც აბრეშუმი დაზიანდა. აბრეშუმი დროთა განმავლობაში იცვითება და იშლება. ეს ბუნებრივია, თუმცა იყო 3 კაბა და 3-ვე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. ერთი იყო საქორწილო, მეორე ნათლობის, მესამე კი კორონაციის. ასე რომ 3 ძალიან მნიშვნელოვან ნივთს დიდი შრომა დასჭირდა, თუმცა ნამდვილად იმსახურებდა ამ შრომას. გამოფენა, რომელიც ბუკინგემის სასახლის მეფის გალერეაში იმართება, მიმდინარე წლის ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.